Ათაშინა შორდამხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო შეწოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ რამე თუ მოწყალე და გასწმოყვარეთ ღერთი ხარ და შენ დადიდებას აყვავლე მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწნამარადის და უკუნითი უკუნისამდე განამრავლენ ესენი წმინდასა მონასტერსა მას საქართველოსა და ყოველსა ქვეყანასა შენსაზე და მიმღებელნია მათგან სარწმუნოებით გასწმინდენ რამე თუ შენ ხარ რომელი აკურთხევ და გასწმენ ყოველდღე ქრისტევნო ჩვენო და შენ დადიდებას აყვავლენ დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად წმინდით სახიერით და წყვილს ყოფილით სულით შენითო აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე
გადიდა დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აცნამარადის გაუჩუნინი უსამბე
თავის დიდ სიყვარულს ღვთისადმი. ეს არის ის წმინდა და წმინდა ადგილი, სადაც ვარძიის ღვთისმშობლის ხატით ამან მეფემ ძალოცა თავისი ჯარი და გაისტუმრა მასიანის ველზე 400 წლის საწინააღმდეგო. ფეხშიშველი ცრემლმორეული ამარი ლოცულობდა აი ამ წმინდა ადგილზე. თავისი ჯარის გამარჯვებისათვის და უბრალოდ მისაც მასაც და მთელ საქართველოს. აი ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის ხელშია ყოველი ადამიანი და მთელი ერიც. კიდევ პირველ საუკუნეში საქართველოს ხალხმა აირჩია ეს გზა იმ დღიდან, როცა საქართველოში ღვთის გამგებით, ღვთის ლოცვა კურთხევით ჩამოტანილი იყო ღვთი ღვთისმშობლისა იესო ქრისტეს. ღვთის ჩამოტანა საქართველოში არ იყო შემთხვევითი მოვლენა. არ იყო შემთხვევითი ისაც, რომ საქართველოს გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედი. არ იყო შემთხვევითი ის, რომ მოციქულები გადაგებდნენ და მათ შორის ანდრიელი გველწოდებული სვიმონ პანამენი. ეს ორი რჩეული მოციქული, ორდენთაგანი მოციქული. ერთი მათგანი მოციქული სვიმონ პანამენი განისვენებს ქართულ მიწაში. თქვენ იცით, რომ კაპადოკიაში ცხოვრობდა ქართველთა ტომი, როგორც ამბობენ მეცნიერები, აი ქართველთა ტომიდან წარმოდგებოდა წმინდა ნინო და მას ამოძრავებდა არა მარტო რწმენა და სიყვარული ღვთისადმი, არამედ სიყვარული თავისი ერისადმი, ქართველებისადმი. როცა მოდიოდა, თქვენ იცით, წმინდა ნინოს ცხოვრებიდან, მას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა და მას მისცა სიზმარში ჯვარი ვაზისა. და როცა გაიგდა წმინდა ნინო ხელში მართლაც ეჭირა ჯვარი ვაზის. ქრისტე თავისი სიყვარული, თავისი მოწალები ძალიან ახლობელი იყო ქართველ ადამიანს. ღმერთმა დააჯილდოვა, უხვად დააჯილდოვა აბარული აი ეს მამები, რომელთაც აქ მოღვაწეობდნენ, ეს წმინდა მოწამეები, თუნდაც 100,000 მოწამე ჯალალედინის დროს რომ აზარეს თბილისში 6,000 და მრავალი სხვა. ეს არის ზეციური მხედრობა, რომელიც იცავს საქართველოს. ეს არის ზეციური საქართველო, რომელიც მარველობს საქართველოს და ყოველ ქართველს. აი იმათი მარველობა და იმათი ლოცვა არ მოგაგო ღმერთმა და საქართველოს. ღმერთმა დაგლოცა, ღმერთმა გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს ჩვენი და საქართველოს კურთხევა და სიცოცხლე. შენი უწყვეტესი სიცოცხლე გაჯანმრთელოთ.
ასლს ვიღებ თქვენ. დუბლვის ხო არ აკეთებს, მამა იმ. ხანდახ. აი ხო ხო არ აკეთებს. არა. აბა დაგაწეთელია. ყველა უჯერია გან. ქალების ის არ დაიცა დავინახო. არა, ყველა უჯერია. შემოbrunდი აქეთ ქალბატონ. მარინა. ამრიკო თანეკა. მამა ეგ თამრიკო შენეფარები და. სახელითა უფლისათა უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთ. ქრისტე ღმერთო აკურთხე საჭმელი და სასმელი მონოთაგან ფევალ ხამარ შენ ტრადიცია